მაგრამ არ ასწავლია. ბედნიერება როგორ მოიპოვება და რაშია ადამიანის ბედნიერების არსი არ ასწავლია. ასწავლია რომ ბედნიერების არსი მდგომარეობს ჭამასმაში. ცხოველები ხართო გვასწავლია. კომუნისტების დროს არ გვეუბნებოდნენ ასე როგორც ახლა გვეუბნებიან. ცხოველები ხართო, პირუტყვები ხართო, მაიმუნები და მაიმუნის განვითარების მწვერვალი ხართო. და რახან ცხოველები ხართ და პირუტყვები ხართ, თქვენი პირუტყვული და ცხოველური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში არის თქვენი ბედნიერების მთელი არსიო. აი, მთელი სოფლიო ასე ცხოვრობს. მოდი მივცეთ ძველ სოფლიოს მაგალითი. მე მომისმენია დავაკამათი როგორ დაობენ და კამათობენ რელიგიის შესახებ, რელიგიების შესახებ. ქრისტიანები, მუსულმანები, ბუდისტები, ქრისტიანებთან და არის ერთი წეწმაგლედვა. იცი? ჩინგისხანმა მოიწვია, ხო იცი, ბუდისტები, ქრისტიანები და მუსულმანები. მას უნდა და რომელიმე ეს სამი სოფლიო რელიგიიდან ერთ-ერთი მიიღო. და დასხა ესენი და აბა დამიმტკიცეთ რომელი უკეთესიაო და ერთმანეთში იდავეს და იკამათეთ. იდავეს, იკამათეს და ვერაფერს ვერ მიიღეს. რადგანაც იყვნენ მხოლოდ მოლაქლაქეები. სამივე რელიგიის წარმომადგენლები იყვნენ მხოლოდ მოლაქლაქეები. იქაქანეს და ვერაფერს ვერ მიაღწიეს როგორ სიტყვით როგორ გადაარწმუნეს ადამიანს. მერე ქრისტიანებმა თავისთვის გალობა დაიწყეს, მუსულმანობას გალობა დაიწყეს, ბუდისტებმაც გალობა დაიწყეს და ჩინგისხანი დარჩა ღაღამშავი. მერე მუსულმანობა მიიღო. ქრისტიანობა რომ მიიღო, რა იქნებოდა კაცო, მთელი სოფლიოში სხვანაირად წარემართავოდა ცხოვრება. ხო. ჭეშმარიტი რელიგიის წარმომადგენელი თუ ხარ და მიზნებ ჭეშმარიტ რელიგიას, ეს ხომ უნდა შეგეტყოს? სწორად თუ რო ცხოვრობ, სწორი ცხოვრება, სწორი მასწავლებელი, ერთი რო ყავს მასწავლებელი, ხომ უნდა შეგეტყოს შენ? კეთილად გამოწერილ იმას სწავლებს რო სვამ, ხომ უნდა შეგეტყოს რომ გაჯამრთელდე? დაუშვათ არის ისა სამი მკურნალი ყავს, სამი. ერთი ქრისტიანი მკურნალი არის, ქრისტე-ღმერთი, მეორე დაუშვათ ბუდა, როგორც მასწავლებელი და წამის გამომწერი და მესამე მოჰამედი როგორც წამის გამომწერი. ხო? წამალი, რომელიც მე მკურნალმა იესო ქრისტემ გამომიწერა, წამალი, რომელიც გამოუწერა ბუდამ, ბუდისტებს და წამალი, რომელიც გამოუწერა მოჰამედმა აჰმადიანებს. მე ყველანი ავათავად, ხო? ყველანი ავათავად. მე დავლიე ქრისტეს გამოწერილი წამალი, მართლა დავლიე კაცო, როგორც ავემორჩილე ქრისტეს მოთხოვნებს ყველაფერს და გავხდი კარგად, ბუნებრივია. და თუ ის მსარია ბუდიზმი, როგორც სწავლება და როგორც სამკურნალო საშუალება ადამიანის დაცემული ბუნებისა და ისლამის თუ სრულ წამალია, ხო? დაინახავს ყველა და გინდა ბუდისტი იყოს, გინდა ინდუისტი იყოს, გინდა კომუნისტი იყოს, გინდა რაც გინდა იყოს, ყველა ადამიანს თავის-თავი უყვარს და ყველა ადამიანი თავის-თავისთვის ეძებს ბედნიერებას და რო დაინახავენ, რომ ქრისტეს გამოწერილი წამალი ქრისტიანებს უხდება და ყველა ქრისტიანი ბედნიერია და გახარებულია, ხო? ყველანი გახდებიან ქრისტიანები. მაგრამ შეხედეთ ქრისტიანებს უფრო ჭირიანები გინახავთ ვინმე? ავადმყოფები, საცრათავები. ამით რას ვამტკიცებ? ლაქლაქი რა თუნდა ამას? შენ ამტკიცებ იმას, რომ დაირქვი ქრისტიანი. გარეგნულადაც კი არ ასრულებ ქრისტიანულ წესებს, არ ემორჩილები და არ ემოწაფები ქრისტეს და ლაქლაქი რო ქრისტე ჭეშმარიტება, მართლმადიდებლობა ყველაზე ნამდვილი ჭეშმარიტიაო და რაში გეტყობა მე შენ? ამ პარტავნებაში გეტყობა? ამ პარტავნება არის ნიშანი შენი ისა ბედნიერებისა და განკურნებისა? რეგვენობა? მართლა ავადმყოფობა რო აი ჭირიკჭის კიბო რატო უნდა დაგემართოს? ქრისტეს რატო არ ემოწაფები? ჰა? ხედავ, ასეთი რამე გაიგიათ, ახლა მე პირველად ვამოხამას მერთი მალაპარაკებს. სისოვი მოკლეს, იმიტომ რომ ის რო იყო დისპუტებს მართავდა, პაექრობდა მუსულმანებთან და ისე ბოროტად ლანძღავდა იმათ, ხო? ყველა რუსეთის მამები ყველანი აღიარებენ, რომ სისოები
არასდროს მოქმედებდა, მაგრამ მაინც ქრისტეს გულისის მოკლეს, ხო? შევარდა ვიღაცა ბუდისტი, რომელსაც შეურაცხყოფს ის კაცი, ხო? ბუდისტი კაცი, ისა მუსულმანი. მუსულმანი, ახლა კაცი მუსულმანია, მაგრამ პლელია ბუნებით და მე ამას ყოფას ვდირებ, როგორ გლანძღავს და როგორ ვიწოდებ სატანის წირვის დროს. აბა სადაა ეს ისევია, გამოვიდა და ბრიგა თქვია და მოკლა. აქ ეკლესიამ ცხადია ის წინაშე რაც ხარ, იმიტომ რომ ჩამოერეცხა იმ დაბალსის ყველა თავისი უარყოფითი რაც იყო და ნათელში წავიდა, მაინც ქრისტეს გულში ქრისტე მობიერია და მაინც, მაგრამ მე იმას ეტყოდა ქრისტე კაცს ასე რომ იქცეოდი ხო არ იყავი სწორი, მაგრამ იყავი ახლა ჩემთან მე უკიდეგანად გიყვარდი, მე გიყვარდი, მაგრამ ჩემს სიტყვებს არ ასრულებდი, ჩემი სწავლების მიხედვით არ ცხოვრებდი, ილანძღებოდი და იგინებოდი და ხალხს მუსულმანებს სარწმუნოებას უგინებდი, სულში აფუთხებდი ხალხს. როგორ შეიძლება ხალხს აფუთხოს სულში? მისი სარწმუნება მისი ყველაზე ძვირფასია და შენ აჩვენე რომ ქრისტეს სარწმუნება არის ყველაზე ძვირფასი სიკეთის, ჯანმრთელობის და ბედნიერების მომდანი. ყველასთვის. ხواسია გეთაყვანე. და დაინახავს ის რომ ეს ქრისტიანები არიან ბედნიერები. და მეც მინდა ბედნიერებას სიხარულიო იტყვის ნებისმიერი ადამიანი. წარმართი, კომუნისტი, ურწმუნო, მორწმუნე, სულ ყველა გახდება ქრისტიანი. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა ქრისტიანობას ქადაგებლები ვიყოთ, ხო? ამიტომ ქრისტეს მართლა უნდა დავემოწაფოთ და მართლა უნდა მივიძიოთ ქრისტიანობას, რაც მართლა გარანტიაა ბედნიერებისა სიხარულისა. გადმომიწერე მე რაღაცა მომეწონა ეს მერტი, მე ხო არაფერი არ ვიცი კაცო, მე რა მერტი მალაპარაკე. მე გაუნათლებელი ადამიანი ვარ. მე ერთი მალაპარაკებს ახლა, იმიტომ რომ უმაღლეს სარწმუნოებაზე ვლაპარაკობ, გეთაყვანე, შემოგვი. აი ხარ. იგივე ხარ შენ, ზუსტად იგივე თქვი შენ, სხვასია, საიდან შენს ახლა ვინ გასწავლე თუ არა ღმერთმა. აი ჩვენ უბრალო ხალხი, ჩანჩურა ხალხი, როა ჩვენ უფრო კარგად მეტყველებთ და ქადაგებთ, ვისაც მითი ეკუთვნის, რა ქვია, თანამდებობით რო ეკუთვნით ქადაგება, ერთმანეთს ჭამენ და ფულის გარდა არაფერი არ ელანდებათ, იმ საწოდაოდ. მელას რაც ელანდებოდა, ისე იზრდებოდაო. ფული და ეკლესიები სავაჭრო დუქნებად გადააქციეს. ერთი ქრისტე მოვიდეს და დაუქციეს, დახლები მაგათ, როგორც იქ დაუქცია დაუნგრია. მე ჩემ იმაში, სადაც გადამიყვანეს იქ რო ისა დახლი რო ავიღე და ის ბუტყა იყო რაღაცა გავატანიე, ხო, გათავდა. იმის მერე მომაწერეს იარლიყი. ხიბლშიაო. ხიბლში ვარ, აბარა მოხიბლული ვარ ქრისტეთი და მოხიბლული ვარ. უანგარობით და მოხიბლული ვარ იმით, ანუ მოწადინებული ვარ, რომ ვიყო ნამდვილად ბედნიერი და ნამდვილად დავემოწაფო იესო ქრისტეს. ამას ხიბლი და არ ქვია, ადგილი და რა ვქნა. ეგ შეშამიეცი მამებს. დაწვან. დაგინდათ ახლა ამაზე მეტი გასულა, კაი ხადაგება იყო და კაი. მოუწოს ჩემი ხადაგება. ჩემი რო არ არის იმიტომ, რომ ჩემი ხადაგებები რომ მოგასმენიო, ჩემი ნააზრევი შეძწუნდები. აი, ამა კანკალებს ხოლმე ისიც ფიქრები მომდის. ბავშვობაში ავფიქრე რომ გამივლებდა, ხო? აი კონვულსიური მოქმედება ხო იცი როგორია? უნებლიე ან ხელს გაიქნებ ან ფეხს. ფეხს გავიქნებ და ტელეს მივარტყამდი ხოლმე ცუდი ფიქრის გაფიქრებისას. ან ცუდი გზნობის აღზრდისას. იგივე ვარ ეხლა. მაგრამ ჩემ ის არის დადებითი ის არის რომ გულწრფელი ვარ და პატრიოტი. მე არ მალავ ჩემს სოლიუს და ამითი ვარ გულწრფელი და პატრიოტი. ამიტომ უყარვარ ღმერთს და რამდენჯერ ყოველთვის შვილის და გადამარჩინა, იმიტომ რომ გულწრფელად ესწრაფი მას და ერთი რამე არის რომ მასწავლებლობას არ ურჩევ არავის. თორემ მოსწავლეები რო ჩამოგეკიდებიან და თან არც უნდათ ქრისტე და ისე ჩამოგეკიდებიან. მერე ძნელია შეა. ახლა ყველაფერი თქვი მეტი რაღაც. ზედმეტიც კი ვთქვი უკვე ჩემი მხრიდან.